მოვამზადოთ კლასიკური ფენოვანი ცომი 1 კილოგრამ ფქვილზე, რომელიც შეგიძლიათ გაყოთ 4 ნაწილად და ისე გამოიყენოთ, ან შეინახოთ საყინულეში და გამოიყენოთ, როცა მოგესურვებათ. 1 კილოგრამ გაცრილ ფქვილს დავამატოთ 1 არასავსე ჩაის კოვზი მარილი. დავამატოთ ოთახის ტემპერატურის 200 გრამი კარაქი. ფქვილი და კარაქი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, გავაფხვიეროთ. უნდა მივიღოთ აი ასეთი ფხვიერი მასა. ეს დროებით გვერდზე გადავდგათ. თასში ჩავტეხოთ 1 კვერცხი და ცოტა გავთქვიფოთ. დავამატოთ 1/9 სუფრის კოვზი არაყი. 1 სუფრის კოვზი ძმარი. 1/4 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა. წყალი შევდგი საყინულეში და მაქვს ძალიან ცივი წყალი. ჩავასხათ კვერცხიან მასაში ისე რომ გახდეს 450 მილილიტრი სითხე თავის კვერცხიანად. ეს შეგიძლიათ სასწორზეც აწონოთ, სითხის გრამები და მილილიტრი ერთი და იგივეა თითქმის. ისედაც ფქვილზეც არის დამოკიდებული და ოდნავ მეტი რამოდენიმე გრამით შეიძლება მეტი სითხეც დაგჭირდეთ. მე მაქვს ზუსტად 450 გრამის სითხე, ცოტა მოვურიოთ და დავასხათ 1 კილოგრამ ფქვილს. ჯერ მოვურიე კოვზით, მერე გადმოვიტანე დაფაზე მოსაზელად. შეიძლება მშრალი მოგეჩვენოთ, თუმცა მეტი წყალი არ დაამატოთ. კარგად მოზილეთ და საბოლოოდ მივიღებთ ასეთ საშუალო სისქის ცომს. ცომი მოვათავსეთ თასში, რომელსაც ცოტა ფქვილი მოვაფრქვიე, დავაფაროთ ზემოდან და აქვე დავტოვე მაგიდაზე, დასასვენებლად 20-30 წუთი. მე მაქვს 2 ცალი 250 გრამიანი მარგარინი. თითო გავყავი 3 ნაწილად, სულ მივიღე 6 ნაწილი. შეგიძლიათ აიღოთ პირდაპირ 500 გრამიანი და გაყოთ 6 ნაწილად. ცომსაც გავყოფ 2 ნაწილად და თითო ცომს გადაუშვებ 3-3ჯერ მარგარინის ფენას. როცა ცომს ლოდინი მოუწევს, ყოველთვის ცელოფანში გადაახვიეთ. მეორე ცომი კი გავათხელოთ. გათხელებისას გამოვიყენებ ცოტა ფქვილს. გათხელებისას მივცეთ შეძლების დაგვარად 4-კუთხედი ფორმა. გადავიტანოთ ცომზე 1 კუბიკი მარგარინი და გადავუსვათ მთლიან ზედაპირზე. მარგარინი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის საკმაოდ რბილი, რომ ადვილად გადაესვას. თუ მაგარი იქნება, ცომი შეიძლება გახიოს. ცომი გადავკეცოთ ერთი მხრიდან. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან დავიწყებთ გადაკეცვას, მთავარია ფენებად დავალაგოთ. თუ ცომი ძალიან რბილია, ცოტა ფქვილი მოაფრქვიეთ, ოღონდ აუცილებლად გადაფერთხეთ, ფენებშუა ფქვილი არ დატოვოთ. საბოლოოდ გადაკეცილი გადავახვიოთ ცელოფანში და დავდოთ სწორ ზედაპირზე. დაფაზე კი გადმოვიტანოთ მეორე ცომი, ანალოგიურად გავათხელოთ, გადავუსვათ 1 კუბიკი მარგარინი და გადავკეცოთ, ისე როგორც ხედავთ ვიდეოში. ზოგადად ცომი გავყავით 2 ნაწილად, რომ დასამუშავებლად და გადასაკეცად იყოს ადვილი. შეგიძლიათ მთლიანი ცომით იმუშაოთ და 3ჯერ გაათხელოთ, 3ჯერ გადაკეცოთ. გადაკეცილ ცომებს აუცილებლად ცელოფანში ვახვევთ და თუ ცივია, შეგვიძლია მაშინათვე კიდევ გავათხელოთ, თუმცა ყოველთვის ჯობია, რომ 20 წუთით მაცივარში გავაციოთ. უკვე გაციებული ცომი გადმოვდგათ და 1 ცალი გავათხელოთ. გადმოვიტანოთ მარგარინის მეორე კუბიკი და გადაუსვათ ზემოდან და გადავკეცოთ ანალოგიურად. ზემოდან წასასმელი მარგარინი ამ პერიოდში გვაქვს ოთახში, რომ იყოს რბილი. ვათხელებთ და ვუსმევთ მარგარინს მეორე ცომსაც, ვკეცავთ ისევ ისე. გადაკეცვის ამ ეტაპზე ამ შუა ნაწილს ვაქცევთ ცოტა ნაპირში, კარგად შევაერთოთ. ეს შეერთების ადგილი არ უნდა დაემთხვეს ამ გადაკეცვას, რომ არ გადაიხსნას და ფენები არ დაირღვეს. უკვე 2ჯერ წაუსვით და 2ჯერ გადავკეცეთ ჩვენი ცომი, დავდოთ სწორ ზედაპირზე და შევინახოთ ისევ მაცივარში, ან გრილ ადგილას. მთავარია ცოტა გაგრილდეს. გადმოვდგამთ მესამედ გასათხელებლად და მე თითო ცომს გავყოფ 2 ნაწილად. ჯერ ესე ცოტას გავათხელებ. გათხელებისას აუცილებლად გადაატრიალეთ, გადმოატრიალეთ, რომ ნაპირები არ გაიქცეს, არ დაირღვეს ფენები. ცოტა გავათხელეთ, თანაბარი სისქე მივეცი ყველგან და თვალზომით გავყავი შუაზე.
ერთი შევინახე დროებით, მეორე კი გავათხელე მივეცი მართკუთხედი ფორმა. ამ ფენაზე დარჩენილი ერთი კუბიკიც გავყავი შუაზე, ნახევარს წავუსმევ ამას, მეორეს კი შემოვიტოვებ მეორე ცომისთვის. გადავკეცოთ, აქ ერთხელ კიდევ უნდა გაჩვენოთ, როგორ ავკეცავთ, როგორც ხედავთ ნაპირებს კარგად ვუთანაბრებ ერთმანეთს, ამ შუა გადაკეცვასაც ვათავსებით ერთ ადგილას, რომ არ გაიშალოს გათხელებისას, ცომის გადაკეცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გავახვიოთ ცელოფანში და მივიღეთ აი ასეთი უკვე მზა ცომი. ვათხელებთ მეორე ნახევარსაც, ამასაც გადაუსვით მარგარინი და მივიღეთ ასეთი ერთი ცომიდან ორი ცომი. ეს ორივე გადავიტანოთ სწორ ზედაპირზე, დაფაზე კი დავდოთ მეორე ცომი, რომელსაც ასევე გავყოფ შუაზე და გადავუშვებ დარჩენილი ერთ მარგარინის ნახევრებს. აქაც მივიღე ორი ცომი, რომლებიც ცელოფანში გადავახვიე, დავალაგოთ სწორ ზედაპირზე და შევინახოთ მაცივარში უკვე 10 საათი მაინც, ან მთელი დღე ღამით. გამოცხობამდე აუცილებელია, რომ კარგად გაცივდეს. ცომი მთელი ღამე მაცივარში დავაყოვნე და 4 ცომიდან გამოვიყენებ 3 ცომს მარტო და გამოვაცხობ სამფენიან ნაპოლეონს. ერთ ცომს კი მოვიტოვებ სხვა დროისთვის, ვფიქრობ ხაჭაპურები გამოვაცხობ. პირველი ცომი გავათხელოთ, გათხელებისას გამოვიყენებ ქვილი, მივცეთ 4-კუთხედი ფორმა, დავადე საცხობი ქაღალდი, რომ რა ზომისასაც გამოვაცხობ და გვერდები ჩამოვუსწორე. გადმოვიტანოთ ამავე საცხობ ქაღალდზე საცხობ ფორმაში. ზემოდან აუცილებლად დავჩხლიდოთ, რომ თანაბრად აფუვდეს. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180-200 გრადუსზე მზაობამდე კარგად უნდა შეწითლდეს. ბოლო წუთებში შეგიძლიათ ჩაუდიოთ 170 გრადუსამდე. ცხვება აი ასეთ სასწაული ფენები, ნახეთ როგორია, ყველა მხარეს უნდა გაჩვენოთ, არის ძალიან ხრაშუნადი, ფრთხილად მიკავია, რომ არ დაიფშუნეს. გადავიტანე დაფაზე და გადავდგათ დროებით გვერდზე, რომ შეგრილდეს. სანამ ეს ცხვებოდა, მე უკვე ახალი ფენა გავათხელე, გადმოვიტანე საცხობ სინზე, დავჩხვლიდოთ და გამოვაცხოთ ანალოგიურად. ასე გამოცხვა მეორე ფენაც, საუკეთესო ფენებია დამეთანხმებით, სინზე კი გადამაგ მესამე უკვე გათხელებული ფენა. აუცილებლად დაჩხლეთ და არ დაგავიწყდეთ და ცხვება ანალოგიურად 180-200 გრადუსზე შეწითლებამდე. ესენია გვერდებიდან ჩამოჭრილი ნარჩენები, რომლებსაც ბოლოს შევალაგებ, რომ შეწითლდეს და ნაფხვენებად გამოვიყენო. გამოცხვა მესამე ფენაც, როცა შეგრილდება ესენი, დავალაგოთ ერთმანეთზე. აი ასეთი 3 ფენა გვაქვს უკვე და კრემი დაგვრჩა მოსამზადებელი. რძის მოხარშული კრემი შეგიძლიათ მოხარშოთ, სანამ ფენების წყობას დაიწყებთ გაციება, რომ მოასწროს. კრემის მოსამზადებლად გამოვიყენე 3 სუფრის კოვზი ფქვილი და 2 სუფრის კოვზი სახამებელი. ეს უნდა გამოვიდეს 60 გრამი ერთად. დავამატე ჭიქა ნახევარი დაახლოებით 350 გრამი შაქარი. კარგად გადავურიოთ ფქვილი და შაქარი ერთმანეთს, ცხელ რძეში რო ჩავასხათ, კორჟები რომ არ გაიკეთოს. 800 მლ რძე ჩავასხათ ქვაბში, შემოვდგათ ასადუღებლად. როგორც კი რძე ადუღდება, ერთნაირად ჩავყაროთ ფქვილი და შაქარი, მუდმივი მორევით ისევ დაველოდოთ ადუღებას და რო ადუღდება ვხარშოთ 6 წუთი. აქვე ვამატებ ვანილის შაქარს 7 წუთი მაქსიმუმ, გადმოვდგათ, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, დავაფაროთ ცელოფანი კონტაქტზე და დავტოვოთ სრულ გაციებამდე. როგორც კი კრემი გაცივდება, კარაქით და კრემიც ერთი ტემპერატურისა უნდა იყოს. კარაქი მოვათავსოთ თასში, ვამატებ აქვე ვანილს და გავთქვიფოთ კარგად. კრემი დავამატოთ ნაწილ-ნაწილ, თან ვთქვიფოთ, იცოდეთ რომ სახამებლიან კრემს ბევრი თქვეფა არ უყვარს, როგორც კი შეერევა ერთმანეთს, არევა გავაგრძელოთ სილიკონის კოვზით და ჩვენი კრემი მზად არის. გადმოვდგი ფენები, გვერდები ჩამოვუსწორე და ის ნარჩენებიც რო შევაწითლე, საბოლოოდ აი ამდენი ნაფხვენები გამომივიდა, რომლებსაც ზემოდან მოვაყრე. ფენები გავაფორმოთ კლასიკურად. პირველ ფენას წავუსვათ კრემი, დავადოთ მეორე ფენა და კარგად მსუბუქად დავაწვეთ, დავკრემოთ, ასევე მესამე ფენაც დავკრემოთ და გვერდებით ცოტა დავუკრემოთ, მოვაყაროთ ჯერ ზემოდან ნაფხვენები, გვერდებზეც ნაფხვენები მოვაყაროთ და ჩვენი საოცარი ნაპოლეონი მზად არის.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ნაპოლეონი ყველაზე გემრიელი ნამცხვარია. თქვენ რა აზრის ახართ? მაშინვე დავჭერი საოცარი ნაპოლეონია ნამდვილად. გადმოვიტანოთ თეფსი და დავაგემოვნოთ. ფოტოების გადაღებაში დაგემოვნების ვიდეო სულ გამომრჩა. დარწმუნებული ვარ, ვიდეო რეცეპტი ძალიან მოგეწონათ, აუცილებლად ჩემთან ერთად მოამზადეთ და საუკეთესო ნაპოლეონი გამოგიბათ ამ ახალი წლებისთვის. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, არ დაგავიწყდოთ, რომ ერთი ცომი დავტოვეთ და აუცილებლად ხაჭაპურებს გამოვაცხოთ, გვიყურეთ, რომ რეცეპტი არ გამოგრჩით.